მინდა შემოგთავაზოთ ერთი ბიბლიური გამონათქვამის განმარტება, იობის მოთმინება. ბიბლიის მიხედვით, ყუდსის ქვეყანაში ცხოვრობდა ერთი ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული კაცი. სახელად იობი. ის იყო მდიდარი და ბედნიერი. ჰყავდა 7 ვაჟი, 3 ასული, ურიცხვი მსახური და უარებელი პირუტყვი. ჰქონდა დიდძალი ქონება. მთელ დროს ღვთისმსახურებასა და ლოცვა-ვედრებაში ატარებდა. ღმერთიც ისმენდა მის ღაღაც. ეშმაკს შეშურდა და მისი მცდელობით ღმერთმა დაუშვა მრავალი განსაცდელი იობის თავზე იმ მიზნით, რომ ეშმაკისთვის მისი სიწმინდე და ღვთისადმი ერთგულება დაემტკიცებინა. სულ მოკლე ხანში იობს ხელიდან გამოეცალა ყოველგვარი სიმდიდრე. შემდეგ ქარიშხალმა სასახლე დაუქცია და 10-ვე შვილი ერთდროულად დაუხოცა. გამწარებულმა იობმა სამოსი შემოიხია, თმა გადაიპარსა, მიწაზე დაემხო და თქვა: შიშველი გამოვედი დედაჩემის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა და უფალმა წაიღო, კურთხეულ იყოს უფლის სახელი. ამ ყოველივეშიც არ შეუცოდავს იობს და ღვთის აუგი არ დასცდენია. მაგრამ ეშმაკმა კვლავ მზაკრულად უთხრა ღმერთს: საკუთარ თავზე თუ გამოცდის მძიმე ტკივილებს, ნახავთ თუ არ დაგგმობსო. ამის შემდეგ იობს საშინელი ქეცი შეეყარა და მთელი სხეული დაუწყლულდა. იგი საზარელი ხორციელი ტკივილით იტანჯებოდა, მწუხარებით გული გაელია, თუმცა ღმერთი აუგად ერთხელაც არ მოუხსენიებია. შემდეგ მისი მეგობრები მივიდნენ მასთან და თავს დამტყდარი უბედურების გამო მიუსამძიმრეს, მაგრამ გული საშინლად ატკინეს. უმტკიცებდნენ: ალბათ ცოდვილი ხარ, თორემ ღმერთი ასე არ დაგსჭიდაო. ბოლოს სიკვდილის პირას მისულ დავრდომილს ცოლმაც უთხრა: ბარემ დაგმე ღმერთი და მოკვდი, რომ ამ სატანჯველს ბოლო მოეღოსო. მაგრამ ვერავინ და ვერაფერმა დააგმობინა იობს ღმერთი. არაადამიანური სიმტკიცით ითმენდა იგი ყოველივეს. ამ ყველაფრის მხილველმა ღმერთმა აკურთხა იობის უკანასკნელი დღეები პირვანდელზე მეტად. შვილები აღუდგინა და მთელ ქვეყანაზე უბედნიერეს ადამიანად აქცია. სწორედ აღნიშნული ბიბლიური ისტორიიდან მომდინარეობს გამოთქმა იობის მოთმინება.